დილამშვიდობის, როგორ ხართ? აბა როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად ყველა? გისურვებთ წარმატებულ დღეს, ყველაფერს საუკეთესოს. დიდი მადლობა თქვენ კეთილი სურვილებისთვის, ვისაც გაგეხარდათ ჩემი კარგი პასუხები სამედიცინო. გუშინ ხო ვიყავი კლინიკაში და მომწერეთ, რომ ბევრმა მომწერეთ, რომ ჟანა გისურვებთ ჯანმრთელობას და მეც გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, იმიტომ რომ თავარი ეს არის ცხოვრებაში. თავარი სულ პირველი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, კარგად ვიყოთ, ჯანმრთელად ვიყოთ და ყველაფერი გამოვა. ყველაფერს გავაკეთებთ და ძალიან მიხარია ისიც, რომ რაღაცნაირად ჩვენ ქვეყანაში არის ამის საშუალება, არ ვიცი, შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყნები, სადაც არ არის ამის საშუალება, რომ უფასოდ გაიკეთო ესეთი კვლევები. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე ის ვიცი, რომ აქ არის და 40 წლის ზემოთ უკვე, თუმცა მე აქამდე სულ ვიკეთებდი ხოლმე ვიხდიდი ფას. ეხლა სულ ვიკეთებდი, არ ვიცი, მე მგონი რომ 22-23 წლიდან ვიკეთებდი და ვიხდიდი ხოლმე, მაგრამ 40 წლიდანაც უკვე რომ არის შესაძლებელი, ეს ძალიან კაია. რაც კარგია, ისიც უნდა ვთქვათ და დავინახოთ, ხო? რომ უფრო მეტი მოგვეცის მე. მე მადლობელი ვარ ამის. აი გუშინ მაგალითად მზად ვიყავი რომ გადამეხადა სრულად ახლა იმიტომ არ ვიცოდი შედიოდა თუ არა ეს ფინანსდებოდა თუ არა, მაგრამ ფაქტიურად დავზოგე 130 ლარი. და მე მგონი აქ არ ვარ მე ჩაწერილი, გორში ვარ ჩაწერილი. სოფელში და აქ რო ვიყო ჩაწერილი ფარისებრ და ჯირკვალიც რაშიც გადავიხადე 55 ლარი, ესეც დამფინანსდებოდა მგონი. ხო, ესეთი ამბები. ყავა დავლიოთ, ოღონდ აი ამაში მოვადუღოთ. აქ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ისიც როგორი მალე ადუღებს, ძალიან უცბად წამოდუღდება ხოლმე და ანუ არის ეს იმისთვის თუ მაგალითად გინდა ბევრი 4-5 ჭიქა, ის მალე არ ადუღდება და ძალიან კარგი გამოდის ქაფიანი, აი ორი ჭიქაც რომ მომიდუღებია ჩემთვის და გიასთვის კარგია, მაგრამ ერთი ჭიქა არის ძალიან ცოტა. რაღაც ძალიან მაგრად ცხელდება და უცბად ადუღებს. და გასვარეგულებ ახლა და დავაყენებ ისე, რომ ადუღდეს ნელა. ნიკა გავგზავნეთ ფულზე, ფული არა გვაქვს და მოიტანა ეს წუთით. ისეთი კარგი სუნი მოიტანა. ნიკამ სულ ახლა თბილია პური და ძალიან კარგი სუნი აქვს. და 2 ცალი ესეც უყიდია. 2 ცალი. მაგრამ ეს მე მგონი რომ უხანძელია, რაღაც ეგრე ჩანს. ხო, ჩავასხარ ყავა დავკარჯიოთ მერიში. გუშინ ერთმა გოგომ ესეთი რაღაცა მომწერა, სურვილების როეუსო როგორ აწარმოებ. მაინტერესებსო და უნდა მოპასუხო, იმიტომ რომ მინდა რომ ყველამ გააკეთოს. ძალიან მიყვარს მე. ხო და თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ როგორ. ანუ მე ხა უკვე ძალიან კონკრეტულად დავიწყე წერა, მაგრამ ადრე ესე არ ვწერდი. უკვე ძალიან დიდი
ხანია რაც ვწერ, მაგრამ ადრე როგორ ვწერდი. აი მაგალითად რაც მინდა. ხო, რომ ჩემ ცხოვრებაში მოხდეს, ვწერ მაგას. და იცით როგორ ვწერ თან რა დროში მინდა. როგორი მინდა. რანაირი მინდა. რა დროში მინდა. რომ ეს ყველაფერი შესრულდეს. ეხლა რა თქმა უნდა არ დავწერი იქ რომ თვითმფრინავი მინდა ჩემი საკუთარი მყავდეს 6 თვეში. რა თქმა უნდა ძალიან არარეალური სურვილები არ უნდა დავწეროთ და მილიარდელი მინდა გავხდე 3 თვეში. ეს ძალიან, რა ვიცი, არარეალური რაღაცაა, ხო? ამას უნდა შრომა, ამას უნდა რა ვიცი, მთელი დროის და ენერგიის ჩადება. ანუ შენ რა გინდა? რისი ჩვენ ყველა შეგვიძლია მივაღწიოთ. ანუ იმა რომ მიაღწია ვიღაცამ, შენ შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო. მთავარია მონდომება. დროის გამოყოფა და რეგულარულად რო აკეთო ეს საქმე. აი დღეს რო გააკეთებ და მერე რო დაიღლები და ახარ გააკეთებ და ესე არა, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის რუტინა, ანუ რეგულარული უნდა იყო. როგორც ჩემი გახდომის ამბავი. მე არ მივანებე თავი, სხვათა შორის ესეც დაწერილი მქონდა, რომ მინდოდა რომ აი მე რა საინტერესოა სწავლია გოგოებო, მინდოდა რომ 60 კილოზე ჩამოსულიყავი და ეს მქონდა დაწერილი, აი ჩემ სიმაღლესთან შეფარდებით 60 კილო აიდეალური. რა? ვერ გავიგე. ხო, მომაკ. ყავას ველოდები არა მომიტუღდეს და მე უკვე შენ მოგიდ. ხო და ისეთი სასწაულია მართლა, ეხაც გაუცებული ვარ ვიხსე. ამას დასჭირდა ძალიან დიდი შრომა ჩემი მხრიდან. რეგულარულობა ყოველ დღე, ანუ დღეს რო დაიცავ სწორკვებას და ხარო ძალიან ბევრი შეჭამ და მერე ისევ რო რაღაც სინდისით ქეჯნის და 2 დღე ისევ დაიცავ და მერე ისევ რო აურევ და უფრო იმატებ, უფრო სუქდები და ესი არა, რა ვიცი, აი ესი არაფერი არ გამოდის, არც ერთი საქმე. არც წონაში დაკლება, არც ბიზნესი, არც არაფერი აბსოლუტურად. მაგრამ ეს შენი გრძნობებისა და ფიქრების გადმოტანა ფურცელზე, ეს რო ძალიან გეხმარება, თუნდაც იმ მოტივაციის ქონაში, ეს ზუსტად ვიცი. ეს ვიცი ზუსტად, 100%-იანია, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით ამას. დაწერეთ რა გინდათ, კონკრეტულად დაწერეთ, რამდენ ხანში გინდათ ეს ყველაფერი, ანუ დაწერეთ რა გინდათ და რამდენ ხანში გინდათ, რომ ეს შესრულდეს. დროც დაწერეთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მერე დაიწყეთ თან. დაიწყეთ, ძალიან კარგია თუ ამას შეძლებთ და მე არ მინდა ეს არ მაქვს ესე გამოკლული, თუ გამოაკრავთ თქვენ სურვილებს, რომ ის ყოველდღე დაინახოთ და ეს უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ, რომ გააგრძელოთ ამ მიზნისკენ სწრაფვა, დაუხათ ან თქვენ საწოლთან, ან რა ვიცი, ისეთ ადგილზე, რომ ხედავდეთ, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მაგრამ მე არ მაქვს ეგრე, მე მიწერია ჩემთვის ველში და ველში მაქვს, რა ვიცი. აი მიწამდი, ფულკეზე ხო არ გინდა და? არა. ესე ხო? აი ამ ხელაფურს გაგისვა. დიდი არ არის. არ არის ძალიან. აი ფერი დიდიც არ არის. მამას. რაღაც ვიყო. ხო რა ჩაიცვით, არა უშევს რა ხონდა სკოლის ერთ ჩავიცვით მას.
ვიცი. რა ქიმ წაიკითხე? ჰა? წაიკითხე? თხობით ვერცხოვს. რატო წაიკითხე დედეთი? საკითხი წავიკითხე. 내가 300살 들어오는 거 없어. 300살 들어오는 거 없어 내가. დიდია დედი გადავჭრა. ძალიან დიდია. არა. კაიო 참. ორი ცალიღა იყო მე რო ვიყიდე ეს. ესე იგი თუ რამე არის კლუბის წევრებზე ქრება. ორნაბიჯი ქრება ხოლმე. მოვედი. ეხლა რა ვიცი ისინი არის ძველი ეს ბურკები. სუნი ცუდი არ აქვს. მაგრამ იფშნება. მაგრამ ხოთ გემო. არ მომეწონა. მე რო ვაცხობ ის არის მილიონი ამასთან. ჩემები ძალიან გემრიელია ხოლმე. არ მომეწონა. D ვიტამინი უნდა ვიყიდოთ დღეს. ხო დამინიშნა ექიმა. ხო და ეს ხელი პური სულ არ მინდა რომ იცოდეთ და აქ მგონი ერთი ნაჭერია. ხო და უნდა ვიყიდო გავიდე. როცა D ვიტამინი არის ნაკლები ორგანიზმში. ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება გამოიწვიოს ცუდი რა. უხასიათობა. მაგრამ მე არ მაქვს რა ვიცი. არ ვუჩები მაგას. დაღლილობა, ძილიანობა, როცა დაბალია D ვიტამინი კალცს ვერ ითვისებს ორგანიზმი საერთოდ თურმე. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ცუდი შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის ხაჭო. ეხლა ამაზე მომაკონდა. და ყველა საკლია თითქმისო. ძირითადად ზამთარში. ძალიან პრობლემა ყოფილა ეგ. ზაფხულში მაინც ეხლა რომ მიდიხარ ზღვაზე, მე ზღვაზეც არ დავდივარ თან. იმდენი გეგმები მაქვს, თავარია კარგად ვიყოთ. ზღვაზეც წავალთ.
ეს არის გემრიელი ხაჭო. ზოგი მიჭამია ხოლმე და რავი, აი არ მომწონებია რა, ორი ნაბიჯის. სოფლის ნობათის ხაჭო მაგალითად არ მომწონს. ეს ძალიან გემრიელია. სწორით ვიყიდე ეს? ეს ბურკები ტყუილად მოვატაინე. გადასაყრელი გახდება მგონი ვინ შეჭამს. მაგალია. აი ჩემი საუზმე ეს იყო. ხაჭო და პური ანუ და ეხლა ესეც წავისვათ. ცოტა. მე უნდა რაღაცები გავაკეთო სახში, ცოტა საქმე მაქვს. არ ჩავრთე ის საერთის მანქანა ხმა აქვს ხოლმე ძალიან და ვიდეოში მე აღარ ისმის ჩემი ხმა ხოლმე. ესე ძალიან გემრიელი. პულს ჯობია ბევრად. ცოტა სახლის საქმეები ახლა და მე ვარ უკვე გასასვლელი. წამალიც უნდა ვიყიდო. ფაბერიკის შეკვეთა მაქვს გაკეთებული და ჩამოვიდა ეგეც გამოსატანი მაქვს და არ ვიცი იქაც ჩასასვლელი ვარ. მეტროსთან არის შორსართან. ხით უნდა წავიდე და კიდე მინდა გავიკეთო TSH-ის ანალიზი. ექიმა ეხო ხო გადავიღე და არაფერი არ არის ახლა ისეთი, მაგრამ მაინც გაიკონტროლეოთ ის TSH-იც გაიკეთე, არაფერი არ არის ახლა უფასოა ეგთან. ხო და იქნება ეგეც გავიკეთო. მაგრამ არა დღეს ვერა. უზმოზე უნდა მგონი, უზმოთ უნდა იყო და მე ვჭამის ეჭვი. 5 დღე აქვს მაგ მიმართვას ძალა და ამ ხვალწავალ, ანზიკ წავალ, რა ვიცი, ნახოთ. ეს ყველაფერი უნდა მივიყვანო გოგოებო ბოლომდე. რაც დავიწყე ეს საქმეები. გავიკეთო კვლევები, მე არ ვიცი, პასუხებს ყველაფერს მოვაგროვებ და ვფიქრობ, რომ შეიძლება ლარისასთანაც წავიდე. ხო იცით, ჩემი ლარისა ეგ რა, მთელი წლები მე მაგასთან დავდივარ მაგქავთან. წლები. უკვე არ ვიცი. ალბათ ერთი რამდენი ხანი გითხრათ? 20 წელი. 20 წელი დავდივარ მაგქავთან. ხო და აი ვერ ჩამოვთვლი უბრალოდ იმდენ რაღაცაზე მოგვცა მთელ ოჯახს. დედაჩემიც დადიოდა. ერთხელ ფეხის ტკიოდა ისე მაგრა, რომ ესე იგი
აღონებდა რა, ტერამის ტიროდა, მოუჩნია. როცა ვესინჯებოდი ხოლმე ექიმს, ეხოებს როცა ვიღებდი, შარშანაც ლარისასთან მიყავი წასული, მე ეხოს პასუხით. ანუ ჩიყვზე როცა ვიღებდი ხოლმე თუ სარძევე ჯირკვლებზე თუ აი ნებისმიერი რაღაცა რაც მიჭირდებოდა, ჭიის წამალიც კი ბავშვებისთვის ლარისასგან მომქონდა. ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს. გაძვის და ადრე იყო ძალიან იაფი, აი ძალიან გაძვის და ეხლა იმასთან შედარებით 15 ლარი ღირდა ხოლმე თუ 20 და ეხლა შარშან თუ შარშან წინ მიყავ ბოლოს შარშან წინ მგონი 2023-ში აი არ მახსოვს ზუსტად 100 ლარი მივეცი. მაგრამ ეხლა ყველაფერი გაძვირდა. და ვცდილობ ხოლმე რომ ქიმიური წამლები არ დავლიო. არ ვსვამ. არც ჩემი ბიჭები. ნუ ჩემ ოჯახში რა ვცდილობთ რომ ქიმიური წამლები არა. ხო და გითხარით გიაზე, ცხოვრო კუჭი ძალიან ტკიო და შეტევით ტკივილები ქონდა იმ დონეს. სასწრაფო გამოვიძახეთ, სამჯერ მგონი, ორჯერ თუ სამჯერ მათეზე ვიყავი ფეხმძიმედ მაშინ. ლარისამ გუშველა მაგაზეც და რავი, აი რომელი ერთი ჩამოვთვალო რა. არ ვიცი რომელი ერთი. ძალიან ბევრი რამეზე. ხო და ისეთი არაფერი არ არის ეხლა თუნდაც რაღაცა არისო. აი ნახეთ რა მითხრა ექიმა. ჩანართია რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა ჩანართი. მაგრამ ისეთი არ არის წამალი დავნიშნო. მე ლარისას ვეტყვი ამაზე, რომ აი ესეთი რაღაცა, ლარისა ექიმო ის აუცილებლად რაღაცას გამომიძებნი და მომცემს. იმათ აქვთ. ზუსტად ვიცი რომ ექნება მაგისი რაღაცა და აქ კიდე ჰორმონს ვერ ანიშნავენ, იმიტომ რომ საქმე ეგრე არ არის. რომ ჰორმონი დაიჭირა და ალბათ სხვა წამალი არ არსებობს. მაგისი რომ ეგ დავუშვათ ისაქნან რა. ეგ რაღაც ჩანართია თუ რაღაცა არის, მაგას რამე უშველო უნდა ვიცი, ერთი სიტყვით წამალი არ დამინიშნა. ანუ შეიძლება იმდენად უნიშნელო რაღაცაო, შეიძლება აღარც გქონდესო მერეო, გაიაროს მეორე ვიზიტამდეო და უკვე კარგი პასუხიც იყესო. ესეთი რაღაცა, მითხრა. მაგრამ მე მიჩვენია, რომ რაღაცა პატარა მკურნალობა ჩავიტარო მაგაზეც. მცენარეული. ლარისას წამლები არის მცენარეული. ეს რეკლამა არ არის. ძალიან ბევრჯერ მითქვია მე ჩემ არხზე წონაში სანამ დავიკლებ ერთმა გოგო მოძერა შენო იმიტომ გახდიო რა ჰომეოპათთან რო წახვედიო გახსოვსო სხვათა შორის მაძლევდა ხოლმე მაგისთვისაც ჰორმონების მოსაწესრიგებელი ისინი პატარა ბურთულებია მაძლევდა რაღაცებს მაგრამ ძალიან დიდი ხანია მე დავდივარ მასთან და წონა დიდი მქონდა ხოლმე და მაგას იმიტომ არ ვაბრალებ ანუ მაგ ლარისას ბურთულების ბრალი არ ამგონია ეს იყო ჩემი ძალიან დიდი შრომის შედეგი და ფსიქოლოგიურად ამისთვის ძალიან მზად ვიყავი ცოტა უკვე შემეშინდა კიდევაც ეს წონა რო ისე მოვიმატე და ფაქტიურად ზემოთ წავედი და ძალიან ამას ისე დავუდექი და შევეწინა აღმდეგე ჩემ თავსაც ყველაფერს რომ ჩავდექი ფორმაში თუმცა მართლა ვიყავი მანამდე მე ლარისასთან და სულ ყოველთვის ჩამირთავდა ხოლმე ამ ტიპის ბურთულებს რომ ეს წონაშიც ხელი შეეწყო რომ წონა დავუშვათ თუ არ დავიკლებდი ძალიან მაღლაც არ წასული ხო ერთი სიტყვით ეგრე ჯერჯერობით მოვაგროვებ პასუხებს და მე ვნახოთ
ვნახოთ კი არა დ-ვიტამინს დავიწყებ ახლა და მერე იმუნიტეტისთვისაც კი მომაქვს ხოლმე მათთვის. მე აცილებს ნამდვილად არ გავუკეთებ, ჩემ შვილებს აი ყოველ სეზონზე რო უკეთებ, რომ ვირუსი არ შეხვდეთ. ეხლა კი მოიზარდა, გადავლახეთ ეგ პერიოდი, რომ დავუხათ გაურთულდეს და ეხლა ყოველთვის შეიძლება დიდსაც გაურთულდეს, მაგრამ ძირითადად ხოლმე ეგრე იცის ხოლმე ეხლა 7 წლამდე 6 წლამდე ეს რაღაცა ყელის ტკივილები და გართულებები ნიკაც ეგრე იყო მოიზარდა თუ არა ეს ყველაფერი გაუქრა და აი იმუნიტეტისაც კი მომაქვს ხოლმე რა იმუნიტეტისა ალერგიაზეც მაგასთან მიკურნალე ფეხმძიმობის შემდეგ რომ თუ რამე მქონდა აი ფორმაში რომ ჩამდგარიყავი და ხონდა მაინც ქალს მიხედოს თავის თავს ყველაფერზე მასთან დავდივარ წავედი თუ მაგალითად გენდომებად თბილისში მე მაგალითად გორში მივდივარ ხოლმე მაგრამ თბილისში სად არის არ ვიცი ეს ჰომეოპათიის ცენტრი სადაც არის მანდ მუშაობს ლარისა მანდ არის მაგრამ მე გორში მივდივარ ხოლმე სახლში ცირიებს და იქ მირჩევნია რა იქაურები არიან და ჩამოდია ხოლმე კვირაში 2 დღე შაბათ-კვირას და იქ ვარ მჩეული ყოველთვის იქ მივდივარ ხოლმე ისე აქ მუშაობს ჩვეულებრივად ყოველდღე მუშაობს შაბათ-კვირის გარდა თუ გენდომებად მე მოგწერთ ნომერს პირადში და მიკავშირდით და გეტყვით